ეს არის ის სფერო, რომელსაც არ ჭირდება ძალიან დიდი ძალის ხმევა და ესე ვთქვათ ინვესტირება იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღო, მაგრამ ეს ხარისხიანი პროდუქტი არის აუცილებელი დღევანდელი დღეობისთვის. ამიტომ სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია, რომ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდო მომხმარებელს. ამიტომ ფონდების ინჟინერია დღეს არის ძალიან აქტუალური. ეს არის საკომუნიკაციო დიზაინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი და საკომუნიკაციო დიზაინი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამიტომ ფონდების ინჟინერია არის ძალიან აუცილებელი დღეს ვიტყოდი, როგორც წყალი და ჰაერი არის. თუ ჩვენ გვსურს, რომ აი ამ მაღალი ტემპების საინფორმაციო ნაკადში, ამ ორომ ტრიალში ჩვენი ინფორმაცია იყოს ეფექტური და ადვილად აღქმადი, რასაც უნდა მოვკიდოთ ხელი, ეს არის ზუსტად რომ ფონტების ინჟინერიას, კერძოდ შრიფტის გადაყვანას ციფრულ ფორმატში ფონტად ქცევის და უკვე აი ამ ფონტის მორგებას სხვადასხვა მედია, ციფრულ მედია საშუალებაზე. ეს აუცილებელია. რაც აზრ დავიწყეთ უკეთესია, იმიტომ რომ დროში დავეწევით, ეგ აუცილებელი არის იმიტომაც, რომ უკვე სხვა გზა არ არის კი არა და აუცილებელია გქონდეს ეს ფონტები, რასაც ქვია, ანუ ელექტრონული შრიფტები. და მას თუ არ ექნა ეს შესაბამის პარამეტრები არ იქნა რაღაც პირობით თუ აუცილებელ სტანდარტებს მორგებული. შევწყვეტ რილას ვთქვათ, უკვე ტექნოლოგიები ისე განვითარდა, ისეთი რაღაც მოიტანა, რომ მარტო ჩვენ არ ვუყურებთ, ჩვენ ფონდებს უკვე აყიან სპეციალისტები, რომელიც ინტერესდებიან და აინტერესებს რა არის ქართული ფონტი და როგორ არის ნაკეთები.